რომ ამ ინიციატივას პრინციპში ეს მოსალოდნელიც იყო ამ არაერთგვაროვანი ფულის გარშემო შემოკრებილი კოალიციის მნიშვნელოვანი ნაწილისაგან მოყვა კრიტიკა და დაპირისპირება ამ იდეის მიმართ. სწორედ გამომდინარე იმ იდეოლოგიიდან, იმ მიდგომიდან, რაც აქვს ივანიშვილს და მის ძირითად გუნდს, რომ პრაქტიკულად საქართველოს გაატაროს კაპიტულიანტური პოლიტიკა რუსეთის მიმართ და საქართველოს არ გადადგას ის ნაბიჯი, რომელიც ჭირდება მის უსაფრთხოებას, არამედ როგორც მინიმუმ თუ მიამიტურ პოზიციას გაიზიარებს ამ ხელისუფლებისა, აბსოლუტურად აბსურდულად კონდეს იმის იმედი, რომ თურმე რუსეთი თვითონ მიხვდება, თუ რამ ხელასიკეთია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მისთვისაც საქართველოს ნატოში გაწევრიანება. რომელიმე ჭკუატყოფილ ადამიანს თუ მიაჩნია, რომ პუტინი ამას თვითონ მიხვდება, ეს მაშინ ის ადამიანი ალბათ ნეტარია. სხვანაირად უფრო სხვა კატეგორიის განსაცდელობები უნდა ვიხმაროთ ამ ადამიანებთან მიმართებაში და რაც ძალიან სამწუხაროა და ნიშანდობლივია ასევე ისიც, რომ სწორედ ასეთი ელემენტები, რომლებიც არიან პირდაპირ კრემლთან დაკავშირებული, ან ვთქვათ, მეტნაკლებად გამჟღავნებული აგენტურა, ან ადამიანები, რომლებსაც წლების განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არაერთი და ორი პარტიის, ან შევარდნაძის, ან სააკაშვილის პარტიის წინააღმდეგ აქვს გადადგმული ნაბიჯები, ეხლა ღიად ჩდებიან ქართული ოცნების ლიდერთა შორის. ეს ძალიან შემაშფოთებელია საერთოდ ეს ტენდენცია. ბატონო, რაც გასაგებია, ახსენეთ, უბრალოდ უნდა ვთქვათ, რამდენად რეალურად შეჩერება ამის განთავსება საქართველოში და ჩვენ ახლა უნდა საერთოდ საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტის განხილვებით რამდენად რეალურია, რომ არის მე ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება დღეს უკვე საკმაოდ დაღვინებული და დაბრძენებულია, რომ არ კონდეს იმის ილუზია, რომ როდესაც რაღაც ამოცანას დაისახავ და ამ ამოცანის შესახებ ღიად განაცხადებ, ვინმეს ეგონოს, რომ ეს ყველაფერი მეორე დღესვე შესრულდება. ეს ასე ადვილი რო იყოს, მაშინ ყველას თავი ქუჩი ექნება, ხო? ეს ურთულესი ამოცანა როა და ძალიან რთული რო არის, ამიტომ უნდა ვიყოთ ჩვენი საზოგადოება კონსოლიდირებული მაქსიმალურად, განურჩევლად პოზიციებისა და შიდა დაპირისპირებისა არსებობს პოლიტიკურ ასპარეზზე, არსებობს რაღაც საკითხები და ყოველთვის უნდა არსებობდეს, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს და ამის გარშემო საზოგადოება დახლეჩილი კი არ უნდა იყოს, რასაც აკეთებს ეს დღევანდელი ხელისუფლება, არამედ მაქსიმალურად გამთლიანებული და ამას პირველ ყოვლისა ხელისუფლება უნდა უწოდებს ხელს და ოპოზიცია, ასე ვთქვათ, ტრადიციულად, რომელიც უფრო ვთქვათ, შესაძლოა სხვა ორიენტირებზე არის მომართული, აქეთ არ უნდა ასწავლიდეს ხელისუფლებას, რომ მისი ამოცანა არ არის საზოგადოების დაყოფა, დაგსაქსვა და ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს ყველა ხელისუფლება აი ამ მიზნების გარშემო ქვეყნის უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის მიზნების გარშემო კონსოლიდაციას და ბუნებრივია ამ მიზნის მისაღწევად მუშაობა დაგჭირდება, მოთმინება დაგჭირდება, ისევ როგორც ადვილი არ ყოფილა და არ იქნება ჩვენი გზა არც ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით, არც ნატოში გაწევრიანების მიმართულებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყისიერად არ გვაქვს ის შედეგები, რაც ეხლავე გვინდა, რომ ამ მიზანს ამის გამო ზურგი შეაქციო და ფაქტიურად თავი აღმოიჩინო იზოლაციაში და პირისპირ კვლავ იმ ძალასთან, რომელიც ძალად სამწუხაროდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეებიდანვე 91 წელს გულისხმობ, იბრძვის ამ ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლების წინააღმდეგ და ყველაფერს ვთქვი იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა არ შედგეს, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები არ იყვნენ ეფექტიანები და მოახერხოს საზოგადოების გახლეჩვა და ჩვენი ქვეყნის დასუსტება ყველა თვალსაზრისით. ამიტომ ეს ამოცანა არის აბსოლუტურად სწორი ამოცანა, ჩვენ ამის თაობაზე უკვე წლებია ვესაუბრები ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, ოღონდ ეს საუბარი ბუნებრივია
არ იყო გამჟღავნებული, იმიტომ რომ ეს იყო პირველი ეტაპი და ასე ვთქვათ ერთგვარი მოზომვა ხდებოდა ამ იდეების თაობაზე დასავლელი პარტნიორების პოზიციისა, ის კონსულტაციები, რომელიც დაიწყო თქვენ გახსოვთ პრეზიდენტ სააკაშვილის დროს ხელმოწერილი საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ჩარჩოებში, რომელიც თავდაცვის კომპონენტსაც მოიცავს, სწორედ გულისხმობდა ამ ტიპის საუბრებს, ამ ტიპის მოლაპარაკებას და ამ ამოცანის შესრულებას. თავის დროზე ირაკლი ალასანია ჩემი მოადგილეც იყო თავდაცვის სამინისტროში, თქვენ გახსოვთ და ჩვენ ამ საკითხებზე ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდით, რომ საქართველოს სჭირდება ის ფარი, რომელიც დაიცავს ნებისმიერი აგრესორისაგან ისეთ რთულ რეგიონში, როგორიც არის ჩვენი რეგიონი და სადაც იმყოფება საქართველო და ეს არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ, ეს არ არის არავის მიმართ თავდასხმისთვის, ეს არის სისტემები, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ქვეყნის თავდაცვისთვის და საჰაერო სივრცის თავდაცვისთვის და აქედან გამომდინარე თავდაცვითი შეიარაღება და თავდაცვითი სისტემები ვის შეიძლება უქმნიდეს პრობლემას, ნათელია მხოლოდ იმას, ვისაც არ სურს რომ საქართველო იყოს დაცული. პირველში კიდევ ერთხელ ყველას მინახავთ ტერმინს საზღვარს მურანაირ კონტექსტში მოიხსნა ძალიან თქო ოკუპაციის ხაზი არის და რუსეთს სწორედ ისურს რომ ჩვენი საზოგადოების და შესაბამისად საერთაშორისო საზოგადოების ასე ვთქვათ ტვინში აი ეს კლიშეები აისახოს როგორც თავის დროზე აგვისტოს მოვლენებს აძახიებდნენ ბევრს თვითონ მოვლენა ყოველდღე რაღაცა ხდება მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც ხო ანუ გაბაიბურებისათვის ამისათვის და ის იმისთვის რომ ოკუპაციის ხაზი სადაც გადის დღეს იქ საზღვარი არ გავლებულიყო ჩვენმა ხალხმა სამხედროებმაც და მშვიდობიან მოსახლეობამ თავი დადო და თავი გასწირა და ამიტომ ყველა ძალიან ვთქვათ რომ ეს შეცდომა არ დაუშვათ იმიტომ ხშირად მესმის ხოლმე არ მარტო პრესაში ჟურნალისტებიდან სამწუხაროდ პოლიტიკოსების მხრიდანაც ხოლო რაც შეეხება თქვენს კითხვას ასევე ცოტა მეამიტურად მეჩვენება ხა რა თქმა უნდა რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ საქართველოს თავდაცვის უნარიანობა არ ამაღლოს გამომდინარე იმ ლოგიკიდან და რუსეთს არ უნდა საქართველოს დამოუკიდებლობა არ უნდა საქართველოს თავისუფლება და არ უნდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის უსაფრთხოების გარანტირება ყველაფერს გააკეთებს რაც კი იქნება ამის სასარგებლოდ ნაბიჯი გადადგმული ხო ანუ მაგ ლოგიკით ჩვენ ყოველ ჯერზე შეგვიძლია რაღაც დათმობები გავაკეთოთ იმიტომ რომ რუსეთი ყოველ ჯერზე აი ერთი ბარტყი გადმომიგდეს პრინციპით მოქმედებს ხო რომ ჯერ ერთ ბარტყს გადაუგდებ ერთ რაღაცასაც ვთქვათ შენს ინტერესს შეწირავ მასთან კეთილ ურთიერთობას ბჭყალებში შემდეგ მეორე ბარტყს და ეს ჩვენ კარგად ვიცით ანუ სახალხური სიბრძნეა და ჩვენი ზღაპარია რომელიც დაგვიტოვა ჩვენმა წინაპარმა რომელიც ძალიან ნათლად მოგვითხრობს იმას რომ ამ შემთხვევაში არანაირ ცხოველებს არ მინდა არც ერთი მხარე არც მეორე შევადარო მაგრამ რუსეთის და საქართველოს ძალას სამხედროს პოტენციალს გულისხმობ ბევრად სუსტი ესე მიამიტურად არ უნდა ენდოს იმ ძალას რომელსაც ერთხელაც კი არ დაუდასტურებია რომ რაიმე მან დააფასა საქართველოს მხრიდან კომპრომისი როგორც კი რაიმე მიზანს მიაღწევს შემდეგ მეორე უფრო მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად გვერდებს და მანამდე ცდილობს რომ იმ ერთ კონკრეტულ მიზანზე რომელიც იმ წუთას მის დღესასწაულში დგას გვათქვამინოს უარი ამიტომ ასეთი პრინციპით ჩვენ მივალთ იქამდე რომ საერთოდ რუსეთი კვეთავს რომ რა შეგვჭირდებათ ეს
ზედმეტი საბიუჯეტო ხარჯები და თქვენი სახელმწიფოს არსებობა. ხო, აგერ მე მაქვს ნავთობის ფული და ნუ ჩვენზე მეტი ფულიც აქვს და მოდით მე შეგინახავთ საერთოდ მაშინ ამ პრინციპამდე ბუნებრივია არც ნატოში გაწევრიანება არ აწყობს როგორც ჩვენ ნახეთ უკრაინის მაგალითზე არც ევროკავშირში გაწევრიანება არ აწყობს არც უკრაინის და არც საქართველოს და არც ერთი სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნის არც ის აწყობდა რომ საქართველოს გამოიყენოს თავისი თქვა გეოგრაფიული მდებარეობა და თქვა რაიმე გასადენმა გაიაროს ჩვენ ტერიტორიაზე რაიმე მილსადენმა გაიაროს ეხლა მილსადენი ხო არ ემუქრებოდა რუსეთს იმითი რაღაც რუსეთის უსაფრთხოებას ისე როგორც არ ემუქრება რუსეთის უსაფრთხოებას არანაირი თავდაცვითი სისტემების ჩვენს ქვეყანაში არსებობა მაგრამ იმის წინააღმდეგიც იყო და ასე შემდეგ ყველაფრის წინააღმდეგია რაც კი საქართველოს სახელმწიფოებრიობას და თავდაცვის უნარიანობას და სუვერენიტეტს განამტკიცებს ამიტომ ასეთი კითხვაც კი ჩემი აზრით არ უნდა დაიცვას ცხადია რომ მტერი რომელიც არის ახლა თუ ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ რომ რუსეთი მტერია მაშინ სხვა საქმეა მტერი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ ხელი შეგეშალოს რომ გახვიდეს ამ მშვიდობას ეხლა საქართველოს შეიძლება გავს იმ ადამიანს რომელმაც იცხოვრა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მდინარის იმ ნაპირას სადაც გალია იყო და სადაც ტყვეობაში იყო მოახერხა რომ შეცუროს იმ აბობუქრებულ მდინარეში რომლის მეორე ნაპირას არის თავისუფლება ჩვენ ახლა შეიძლება ითქვას აი ამ მდინარის ნახევარზე მეტი გადაცურული გვაქვს უკან მოbrunება კიდევ უფრო დიდი აბსურდი იქნება და მართლა ასე ვთქვათ დავიღუპებით და ბუნებრივია აი იმ საპრობილის ბატონი ხეთ თილობს რომ რაღაცნაირად ხელი შეგიშალოს სუსტი ხარ როდესაც ამ აბობუქრებულ მდინარეში მიცურავდა ფეხქვეშ ნიადაგს ვერ გზნობ და ან ჩაგზიროს ან უკან მოგაბრუნოს ხო ბუნებრივია რომ ყველაფერს გააკეთებს ამისათვის ამიტომ ესე აი თუ მე რომ რაღაცას ჩემ და სასიკეთოდ გავაკეთებ ამან არ გააღიზიანოს ჩემი მტერი ბუნებრივია გააღიზიანებს და ბუნებრივია ყველაფერს შეეცდება პროვოკაციების სახით მართულხმარების გადმოწერის სახით ნებისმიერი პრობლემის შექმნის სახით იმისათვის რომ ეს არ გაგაკეთებიოს მაგრამ თუ შენ იმდენად მიამიტი ხარ და თუ შენ იმდენად უპრინციპო ხარ რომ ხან გინდა შენი ქვეყნის თავისუფლება და შენი თავისუფლება და ხან არ გინდა როგორც კი რაღაც წინააღმდეგობას წააწყდები მაშინ ჯობდა რომ საერთოდ არ დაგეწყო რომ იტყვიან ეს ძალისხმევა და ეს თავგანწირვა და მაშინ ფუჭი ყოფილა საერთოდ რაც უკეთებია ქართულ ხალხს თელი თავისი 3000 წლოვანი ისტორიის განმავლობაში თუ კი საბოლოოდ უნდა შევგუებოდით რუსულ დაბს და ბაბა დაგვეძახა პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დაახლოებით 80%-ის მოლაპარაკება მოასწრო და შეძლო. კარგია რომ ამ მთავრობამ მიუხედავად თავისი არასახელმწიფოებრივი მიდგომებისა შეძლო დანარჩენი 20%-ის თაობაზე მოლაპარაკებების განხორციელება და მოლაპარაკების დასრულება, რასაც მივესალმებით და მივესალმებით უკვე პარაფირებულ დოკუმენტს და ბუნებრივია ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ საქართველოს რაიმე გადაულახავი წინააღმდეგობები არ ექნება და ჩვენ ხელს მოვაწერთ ამ ხელშეკრულებას. თავისთავად შემაშფოთებელია ის ფაქტი რომ ამ ხელისუფლებაში არსებული როგორც მინიმუმ კინკლაობის და დაპირისპირების გამო იმის გამო რომ ამ მთავრობის პატრონმა რომელსაც არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვს დატოქსა ის მიერ ხელდასმული პრეზიდენტი მას კონსტიტუციაში განსაზღვრული თავისი ფუნქციების მიუხედავად ის მიხედვით ის კურირებს თავდაცვის სფეროს და საგარეო სფეროს ვთქვათ აი ამ დატოქსვის გამო არ აძლევენ საშუალებას რომ შეასრულოს თავისი მისია რაც რა თქმა უნდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა მნიშვნელოვანია რომ იმ ადამიანმა მოაწეროს ხელი რომლის კონსტიტუციური ფუნქციების არის ეს ხა ისე შესაძლებელია ფორმალურად თუ ამას ესე გააფორმებენ
მინისტრის მოადგილესაც მოაწერია ხელი, მაგრამ ეს როგორ გამოჩნდება და რა ნალექს დატოვებს საქართველოსთან მიმართებაში საერთაშორისო ასპარეზზე, მეორე საკითხია და სამწუხაროდ ამაზე არავინ არ წუხდება. ხოლო რაც შეეხება იმას, რაც გვაქვს ჩვენ გასაკეთებელი, უნდა განვახორციელოთ ეს ხელშეკრულება, შევასრულოთ, იმიტომ რომ ეს არის ორმხრივი ვალდებულებების დოკუმენტი. კარგია ის, რომ ამ კუთხით ჩვენ არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ აქვს, რომელიც საქართველოს ინტერესებში არ შედიოდეს, ისედაც ჩვენ რომც არ არსებობდეს ევროკავშირი და ნატო, ჩვენ ის რეფორმები, დემოკრატიული რეფორმები უნდა განვახორციელოთ, ეკონომიკური რეფორმები უნდა განვახორციელოთ, ადამიანის უფლებების დარგში რეფორმები უნდა განვახორციელოთ, იმისთვის რომ ჩვენმა საზოგადოებამ შეძლოს იცხოვროს ნორმალურ, ცივილიზებულ, დემოკრატიულ და ეკონომიკურად აყვავებულ საზოგადოებაში. ჩვენ ამ კუთხით არ განსხვავდებით და არაფრით ნაკლები არა ვართ სხვა ევროპელი ერებისგან, თუ კულტურულად და ისტორიულად მეტი არა ვართ და ვართ ჩემი აზრით ძალიან ბევრზე ამ თვალსაზრისით. ამიტომ ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო, რა თქმა უნდა, საქართველოს თავის სპეციფიკა აქვს და ამ სპეციფიკის გათვალისწინებით უნდა მოხდეს ყველა იმ პრინციპის და ნორმის რეალიზება, რაც არის მიღებული ევროკავშირის ტერიტორიაზე და ამას თავს არავინ არ გვახობს, ბუნებრივია ქართული სპეციფიკა ყოველთვის უნდა იქნეს გათვალისწინებული, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ასე ვთქვათ, განვითარების დონეც, განათლებისაც და ასე შემდეგ ტრადიციები კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ის რეფორმები, რომელიც არის ვთქვათ ენერგეტიკულ სფეროში, სოფლის მეურნეობის სფეროში, ვაჭრობის სფეროში, საბაჟო სფეროში, სტანდარტებთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, უსაფრთხოების სფეროში და უამრავ სხვა მიმართულებით, კანონის უზენაესობის კუთხით, სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით, დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების გაუმჯობესების კუთხით ჩვენ უნდა ვიაროთ წინ. ყოველმა მომდევნო მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ყოველი წელი იყოს უკეთესი დამნულთან შედარებით და ყოველი მომდევნო მთავრობა უნდა იყოს უკეთესი და უფრო მეტად პროგრესზე ორიენტირებული. აი ეს წერია რეალურად ძალიან მარტივად და სქემატურად რო გითხრათ ამ ხელშეკრულებაში, თუმცა ამ ხელშეკრულების რეალიზაციის ფონზე, რომლის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ჩვენი ხალხისთვის ვიზების გაუქმება ევროპის ტერიტორიაზე და ეს მე ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს არაუგვიანის 2 წლის განმავლობაში, ან 2 წლის თავზე ჩვენ მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ უვიზოდ გადაადგილება, ისევ როგორც იმპლემენტაცია საჭირო იმ ნორმებისა, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ ქართული პროდუქცია, საქართველოში დამზადებული პროდუქცია საბაჟო და სხვა ბარიერების გარეშე შევიდეს ევროკავშირის მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ბაზარზე, 500 მილიონიან ყველაზე მდიდარ ბაზარზე და ეს რა თქმა უნდა უდიდესი სტიმული არის ჩვენთვის და ამავდროულად პრაქტიკულად მყისიერად არის დასაწყისი მუშაობა იმისთვის, რომ ჩვენ მივახციოთ იმ მომენტს, რომ გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, იმიტომ რომ ასოცირების ხელშეკრულება არ გულისხმობს პირდაპირ, არ გამორიცხავს საბედნიეროდ, მაგრამ არ გულისხმობს ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ უნდა გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე და იქ არის
არანაირად არ წარმოადგენს რაიმე ისეთ ამოუხსნავ ამოცანას, რასაც სხვა ვერ გააკეთა და რასაც ჩვენ ვერ გავაკეთებთ. ვფიქრობ, ლავროვის ეს განცხადება არავისთვის ახალი არ არის, სხვადასხვა ფორმით ეს აზრი არაერთხელ იქნა გამოხატული, ყველაზე უფრო საინტერესო ასეთი აღიარება ჩვენთვის იყო 2008 წლის აგვისტოს აგრესიის შემდგომ 2009 წელს, როდესაც მედვედევი შეხვდა 58 არმიის ოფიცრებს და პირდაპირ უთხრა, რომ თქვენ რომ ის არ გაგეკეთებიათ საქართველოში, რაც გააკეთეთ, ეხლა საქართველო იქნებოდა ნატოს წევრი, ხო? და ასევე ნათელია, რომ საქართველოს მიმართ აგრესია განხორციელდა იმის გამო, რომ საქართველომ გაბედა და გადადგა გაბედული ნაბიჯები ნატოში გაწევრიანების გზაზე, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გავახცევთ რუსეთის სფეროს და რუსეთის სამხედრო მანქანის ტორი ჩვენთან მიმართებაში ფაქტიურად ნულოვანი ეფექტის მქონე იქნება. 100%-იანი გარანტია დედამიწაზე არაფრის არ არსებობს, მაგრამ ნატოში გაწევრიანებით ფაქტიურად საქართველო იქნება დაცული და იქიდან გამომდინარე რუსეთს და პუტინს აბსოლუტურად სხვა მიზნები აქვს. რუსეთის მიზანი იყო და რჩება, რომ არ დაუშვას საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და რუსეთის ექსკლუზიური კონტროლის სფეროდან გასვლა, ამიტომ ყველაფერი ის, რაც ამას ეწინააღმდეგება, მათთვის არის ვთქვათ დეკლარირებული პრობლემა და საფრთხე და ამას ამბობენ ახლა. ბუნებრივია რეალურად საფრთხე არ არის და არც ერთი ნატოში გაწევრიანებული ბალტიის ქვეყანა თუ პოლონეთი თუ ჩეხეთი რუსეთის წინააღმდეგ ომს არ აპირებს და რუსეთის საფრთხეს არ წარმოადგენს რუსეთისთვის, ეს ხო ისედაც ნათელია, ხო? ეს უბრალოდ არის იმ პროპაგანდის ნაწილი, რომელსაც ერთის მხრივ ახორციელებს რუსეთის ხელისუფლება თავისი მოსახლეობის ისევ და ისევ ხარდაჭერის მათ მიმართ ხარდაჭერის შესანარჩუნებლად და მეორეს მხრივ იმ საერთაშორისო ფონისათვის, რომ გაუძლია რომ პოზიციები იმ ძალებს, პოლიტიკურ ძალებს, არასამთავრობოებს, პრესას, რომელიც შეიძლება ითქვას ნაყიდი ყავთ და მათ ინტერესებზე ასხამს წყალს დასავლეთში, იმისათვის რომ ის პოლიტიკა გააგრძელონ, რომ თვითონ დასავლეთშიც იყოს ჯაბაასი და კამათი, რაც ნახეთ ჩვენ იგივე ბუქარესტის სამიტზე, რომ რამდენად ღირს რომ ხარი დაუჭიროთ უკრაინას და საქართველოს იმისთვის რომ გააღწიონ რუსეთის ამ გავლენის სფეროს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ძალიან რთული ბრძოლა, ეს არის ის ბრძოლა, რომელსაც რუსეთი აწარმოებს ყველანაირი მეთოდით, სხვათა შორის საკმაოდ ეფექტიანად აითვისა ეს ბრძოლის მეთოდები ახალ ვითარებაში, როდესაც სივიუმი დეკლარირებულია რა აღარ არსებობს, ამიტომ დასავლეთის მხრიდან ის მონდომება და ის წინააღმდეგობა რუსეთის კგბ-ს პოლიტიკისა ისე აღარ არის, ხოლო რუსეთი მთელი თავის შესაძლებლობებით და რესურსებით ფაქტიურად ებრძვის და სოფლიოს ნორმალურ ცივილიზებულ განვითარებას, რომლის ნაწილია იმ სახელმწიფოების ცივილიზებული განვითარება და თავისუფლების გარანტიების და უსაფრთხოების გარანტიების მოპოვება, რომლებსაც სურთ იყვნენ თავისუფლები და რუსეთი კვლავ იმპერიული პოზიციებიდან გამომდინარე მოქმედებს და აქედან გამომდინარე ლოგიკურია, რომ მათ არაფერი არ აწყობს და მით უმეტეს ბუნებრივია ხა ჩვენ თავდაცვით შეერაღებაზე ვლაპარაკობთ და მით უმეტეს არ აწყობთ, რომ საერთოდ იმ კოლგის ქვეშ აღმოჩნდეთ, რასაც ნატო ქვია, რომელიც დაგვიცავს ჩვენ რუსეთის თუ ნებისმიერი სხვა შესაძლო აგრესორისაგან.